მოგესალმებით მეგობრებო ყველას მე ვარ ახლა და დაგიბრუნდით DLS 26-ით. გამოვიდა მეგობრებო DLS 26 და მეგობრებო დაგიბრუნდით სხვა გუნდით მეგობრებო ვინც თავიდანვე მიყურებთ და ერთი წელია იუთუბერი ვარ და ვინც თავიდან მიყურებთ გეცოდინებათ რამოდენიმე ვიდეო გადავიღეთ DLS-ის ადრე 2024 წელს 2024 წელს DLS 24-ში გადავიღე ვიდეო, სადაც მყავდა ეს გუნდი, რომელიც ძალიანაც არ მომწონს. ეხლა სხვა გუნდი მყავს, მე პლანშეტში მეორე აკაუნთი მაქვს, მეც DLS-ში პლანშეტში, ეს ტელეფონში გადმოვწერე. დავიბრუნე ჩემი ძველი აკაუნთი, რომელიც მქონდა 1 წლის წინ. ხო და 2024-ში მქონდა. ხო და ეხლა მაქვს სულ სხვა აკაუნთი, ესაა ჩემი ძველი აკაუნთი. იმ სულ სხვა აკაუნტში მყავს მესი, რავი, ბევრი როდრიგო, რავი, ძალიან ბევრი ეს მყავს ფეხბურთელები, ფოდენი რაღაცა, კურტუა მყავს. და ასეთი მაგარი ფეხბურთელები მყავს. შემდეგ ვიდეოში თუ ეს ვიდეო ბევრი ლაიქებზე და გამომწერებზე, შემდეგ ვიდეოსაც გადავიღებ DLS-ის სხვა აკაუნთით, რომელიც არის ჩემი ნამდვილი და კარგი და მთავარი აკაუნთი. კარგი, ახლა განვიხილოთ თამაში. აქ როდესაც დავასრულე მქონდა 5.7 კოინი, 128 ჯემი და აქ რაღაცები მაქვს. ნუ ეხა ბევრი ერთი საზონო მიყავს ქართველი. და დიმარიას იმედი მაქვს და ვიტინიაც. ვიტინია ხო, მეგობრებო, ვიტინია იქაც მყავს. კაი, განვიხილოთ ეხლა თამაში დაემატა რაღაცა კლანი. ეს აქამდე არ ყოფილა. გონი. ნუ ეხლა თითქმის იგივეა რა. თითქმის იგივე. ფეხბურთელების სახელები შეიცვალა, ფეხბურთელებს მოემატა კიდევ ეს. მადლობა 5 ჯემისთვის თამაშო. ფეხბურთელების ეს სახეები შეიცვალას ფეხბურთელებს. უფრო ლეველებზე განვითარდნენ ფეხბურთელები და უფრო კარგები გახდნენ. ზოგს დააკლეს და ძალები და რაღაცეები და ეხლა მეგობრებო, ჩვენ წავედით ვითამაშოთ ბოტებში. შევეჯიბროთ და ვნახოთ თამაში თუ როგორ გამოდიან. ოპა, არაფერი განსაკუთრებული, ისევ იგივე რაც 2025-ში, რაც 25 DLS 25-ში იყო. იგივე, ხო. მეტი არაფერი არა. ხო, იგივეა რა. აი, აბა, აქ სტადიონი. ჩვენი სტადიონი. კარგი. გაათამაშეს ბურთი და წავედით, შევბეროთ, აბა. ნახოთ რამე თუა განსხვავებული. და აქ საჯარიმო შევიდეთ, დავარტყათ და ავაცილეთ. აქ ხო ჩაოლები როგორც არაფერი განსხვავებული. ძალიანაც. დიდი არაფერი არ არა, ფერები და რაღაცებია შეცვლილი. შანელდი. აუ, როგორ მომნატრევია ჩემი ძველი გუნდი.
აი მეგობრებო, DLS-ის თამაში როცა დავიწყე, პირველად ეს გუნდი მყავდა და დავიბრუნე ეს აკაუნთი. მე რო დავშალე DLS-ი, მეგონა რომ ტელეფონში რო გადმოვიწერდი, აღარ მექნებოდა ეს აკაუნთი და გავაკეთე პლანშეტში სხვა აკაუნთი. სადაც რა ვიცი მე მესი და რაღაცები მყავს. ძალიან მაგრები რა. ხო და გავაკეთე ეგ გუნდი. ხო და უცებ გადმოვიწერე ტელეფონში DLS-ზე და ეს გუნდი ხდება. წავედით ახლა შეტევაში. აქ და დავარტყათ და ძალიან ცუდი დარტყმა. ხო ახლა ჩვენს გარდა როგორც ვიცი, თამაში ახლა მიმდინარეობს. ხო და თუ გაიტანენ გოლს სხვა კლუბები აქ დაიხატება რა რამდენიც იგებს როგორც სინამდვილეშია რა ჩემპიონატებზე. ეგა კიდევ კარგი და შეცვლილი რა. წავედით აქ შეტევაში დი მარია ვიტინია მაგრამ ვერ მიიღო ბურთი. თქვენ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და კიდევ გამოიწერეთ ჩემი ახალი არხი სადაც იდება მანქანის ტესტ დრაივები ნამდვილი მანქანის და კიდევ ვაცილეთ. ხო გამოიწერეთ კიდევ ჩემი ახალი არხი სადაც იდება მანქანის ტესტ დრაივები რა ნამდვილი მანქანის და რაღაცა და ვისაც მანქანა გიყვართ რაღაცა გამოიწერეთ ჩემი ახალი არხი რომელიც იქნება კომენტარებში ლინკი ლურჯად ეწერება და ეგრევე გადადით გამოიწერეთ. აი დამთავრდა პირველი ტაიმი მეგობრებო. ანუ არაფერი განსხვავებული იგივეა მეგობრებო, იგივე რაც 2025-ში იყო მეგობრებო. იგივე 2026-შიდაც. просто რაღაც კლანები დაემატა არ იყო მაშინ წინაზე. აი აქ კიდევ შეუტიეთ. არა ჩაჭრეს ჩვენი პასი. აქ ვიტინია საჯარიმოში დარტყმა და გოლ. აპა რა. აღნიშნეთ ჩვეულებრივი როგორც 2025-ში. არაფერი დიდი. მოკლედ ძალიან არ მომწონს რა ეს განახლება, იმიტომ რომ ანუ რამე ხომ უნდა შეცვლილიყო უფრო, ანუ იგივეა, ანუ აღნიშნები მაინც დაემატათ რაღაცა სხვა რაიმე აღნიშნები. აბა გვიტევენ და სადარტყა. ესეც იგივე, ანუ ყველაფერი იგივეა მეგობრებო, აი ჩათვალე თუ რომ იმას თამაშობ 2025-ში DLS. არაფერი დიდებული. კარგი, წავედით შეტევაში. დი მარია, მიდი შენი იმედი მაქვს, დი მარია. წავედით შეტევაში. ავა გადავიდა ბურთი. ამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. დი მარია სადაკეთებ პას, მაგრამ არა. აპა და ეს გოლია. აბა რა, დი მარიამ გაიტანა გოლი. ისე იგივე, ანუ ყველაფერი იგივეა მეგობრებო, ყველაფერი იგივე. აბა აგეცვლებიან ფეხბურთელები, ისე იგივე ყველაფერი. და 2-0 არა მეგობრებო, ანგარიში და დი მარია მიდის. და აქ რა მაგარი ავტოგოლი გავიტანეთ. მე მეგონა არ იყო, აბა აქ
რაღაც აღნიშნულ შეუძლიათ բայց აქ მე ვარ და სხვა არავინ დიმარია ანიშნებს კომაგებს და აქ რაღაცა გოლი გავიტანეთ ანუ არ მეგონა გოლი თუ გავიდო და შემთხვევით დამეჭირა ხელი და შემთხვევით გავიტანეთ გოლი შეტევაში მოდიან ისევ აქ მე რატო არ უნდა გამომეშვა მაგრამ აქ სადაკეთებს ვიტინია პას არ უნდა გააკეთოს აქ და აქ შეტევა ისევ შეტევა მაგრამ სად დაარტყა შეეძლოთ რომ აქ გაეტანა გოლი ჩვენს კი არა საერთოდ გაეტანათ გოლი ანუ არაფერი არა შეცვლილი კიდევ ერთხელ ვიტყვი საერთოდ და ცოტა ხანში დასრულდება თამაში ოპა და მოვიგეთ აბა ვნახოთ ეხა მოგების ისინი აღნიშნები და რაღაცები როგორი იქნება ანიმაციები ამას ვამბობდი რაღაცა მან შეიცვალა ნახე ეს არ იყო ხა 2025-ში ანუ ეს კი იყო ეს რო ლაპარაკობს და ინტერვიუს რო აძლევს მაგრამ ფეხბურთელები საუკეთესო ფეხბურთელი მაგრამ ის არ ყოფილა ხა რაღაც ანიმაციები მაინც ატარა დამატებული კარგით მოვიგეთ 3-0 და რა შეიცვალა ეხა კლანები და ემატა ანუ არაფერი კარგით მეგობრებო დაგემშვიდობებით დიდად არ მომეწონა იგივე 2026-ის განახლება იგივეა რაც 2025-ში ნახვამდის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში